აი პორშინი როგორი პატარა. ეს დანარჩენი აქ როგორც ისეთი როგორც ჩვეულებრივ კალაშნიკოვს. თუ ვიღაცა მეტყვის რომ ჩვეულებრივ კალაშნიკოვს რანერი აქო, შეგიძლიათ შეხვიდეთ, ნახოთ. არის მაგ იარაღის დაშლა მაგ და აწყობა გადაღებული, ასე რომ შენდე დავდით. აი ეს აქ ჩარჯდა, დაიკეცა. ამ იარაღის დანაღმოთ შეიძლება, შუქი უთხრავს რა, აი იქიდან აქეთ გადაიღე. ამ იარაღის დანაღმოთ შეიძლება, ანუ ამას ამოიღებთ, ტყვიას ჩადებთ ამაში და მერე ააწყობთ. თუ ვიღაცამ ეს ისროლა მერე, აი ეს აფეთქდება იმაში ვაზნა. და ეს რკინები რაც არის, ნაფლეთები, ყველაფერი წამოვა სახეში. ან მუცელში რავი რა, სადაც აი ეს ადგილი მიუშვეს და შეიძლება დაიბრუნოს. ამიტომ ტრის ნამყოფ ტერიტორიაზე ყველაფერი იქნება დანაღმული იყავი ძალიან ფრთხილად და თუ თქვენ ტოვებთ რამე ტერიტორიაზე, დანაღმეთ აბსოლუტურად ყველაფერი. იარაღი იქნება დააგდეთ დანაღმული და ზოგმა იდიოტმა შეთოკი მოაბას გამოწევს არაფერი კაია, მაგრამ ამას შეიძლება ტყვია იყოს. ეგ თითქმის ყველა მითის, ანუ თქვენც უნდა იცოდეთ რა, რომ გაფრთხილებულები იყოთ. შტაბ-ბიჯდელებას ტოვებს რაღაც ისეთი, ნუ კალაშნიკოვია რა, როგორც კიდე ატრიალეთ რა. წინა კორა ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად მოძრაობს. ამ შემთხვევაში ეს არის ხან ნახევრად ავტომატური, მე ამას გავხსნი და ამითი ვისვრი მე სამ ტყვიას. ნახოთ მიზანში როგორ გაარტყავს. დაბალი მანძილია, ვეცდები რომ კარგად